აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით, ბოლო 4 თვეში კი 8.3%-ით გაიზარდა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი მონაცემებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო სადაზღვეო საქმიანობები. კლების ტენდენცია კი გამოიკვეთა მშენებლობის და სამთო-მომპოვებითი მრეწველობის სექტორებში. 2026 წლის წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 16%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია 3%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა 6200-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. 10.3%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადახდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14.980 მილიონი ლარი შეადგინა.